მოგესალმებით, მე ვარ სოფიო აბაშიძე საჩხერიდან. დავიბადე და გავიზარდე საჩხერეში. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დავბრუნდი ჩემს მუნიციპალიტეტში. ჩემთვის საჩხერე ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც დავიბადე, სადაც გავიზარდე. ჩემი ბავშვობა ყველაფერი საჩხერეს უკავშირდება და მახსოვს ჩემს ბავშვობაში ძალიან ხშირად მშობლებთან ერთად ზაფხულზე განსაკუთრებით დავდიოდით მდინარეზე, ჩვენთან მოგეხსენებათ მდინარე ჩიხურა ჩამოედინება და ძალიან ბევრი ტკბილი მოგონება და ისტორია მახსენდება. მოხარული ვარ, რომ გადაცემა ჩვენი კუთხის მასპინძელი დღეს საჩხერეშია სტუმრად და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვუმასპინძლო ამ გადაცემას ჩემს მშობლიურ საჩხერეში. პატარა მარგალიტი გახლავთ საჩხერე და მოხარული ვარ, რომ დღეს მე ვიქნები თქვენი გიდი და გათვალიერებინებთ საჩხერეს, გაჩვენებთ რა ღირსშესანიშნაობებია ჩვენთან, რატომ უნდა გვეწვიოთ, რატომ უნდა მოვბრძანდნენ ჩვენთან ტურისტები, რომ ბევრი შესაძლებლობა და დიდი პოტენციალი აქვს საჩხერეს ამის და დიდი სიხარულით გავუძღვები დღევანდელ ამ ტურს. როგორც მოგეხსენებათ, საჩხერე ძალიან მდიდარია როგორც ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით, ასევე მდიდარი წარსული აქვს ჩვენს კუთხეს ძალიან ცნობილი ბევრი ადამიანის არსებობით და არ შეიძლება რომ არ დავასახელოთ აკაკი წერეთელი, კლასიკოსი, პოეტი, მწერალი, ასევე მუხრან მაჭავარიანი, პავლო იაშვილი, შეგვიძლია დავასახელოთ ძალიან ცნობილი მსახიობები, ლეილა აბაშიძე, მედია ჯაფარიძე, რომელსაც საჩხერესთან კავშირი აქვს და ცნობილი მუსიკოსები, იაშვილები, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი, რომელმაც საჩხერეს შორს გაუთქვა სახელი. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის მუზეუმების არსებობა საჩხერეში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის, მუხრან მაჭავარიანის, პავლო იაშვილის, კონსტანტინე და სოსო წერეთლების მუზეუმის, რადგანაც შიდა ტურიზმისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვებისთვის განსაკუთრებით, რომლებიც სწავლობენ აკაკის ჩემი თავგადასავალს და მათთვის ყველა ეს მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელსაც უკვე ადგილზე ნახავენ, ძალიან საინტერესო იქნება. ძიძისეული ეზოკარმი დამო სოფელ სავანეში ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მუზეუმის არსებობა ჩვენი მუნიციპალიტეტის ტურიზმის სფეროს განვითარებისათვის. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჯურხან ნადირაძის სახელობის საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, რომელიც ამჟამად იმყოფება აკაკი წერეთლის დედისეულ ბაღშია განთავსებული. აკაკი, როდესაც იყო 12 წლის, მაშინ გაუშენებია ქალბატონ ეკატერინეს. აქ გახლავთ უნიკალური ჯიშის მცენარეები და იმ ეპოქიდან შემორჩენილია მხოლოდ ეს შენობა, სადაც იყო აკაკის დედის ბიბლიოთეკა. და დანარჩენი შენობები გახლავთ ეთნოგრაფიული ნიმუშები, რაც არის წარმოდგენილი. ძალიან ვცდილობთ, რომ პირვანდელი სახით იყოს დაცული შენობა ნაგებობა და მოუყვეთ ჩვენთან მოსულ სტუმრებს მისი ისტორიის შესახებ. როგორც გითხარით, ჩვენს მხარეში ძალიან ბევრია სანახავი. დავიწყოთ მოგზაურობა. საჩხერეში მოგზაურობა აუცილებლად უნდა დაიწყოთ აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმიდან. ეს გახლდათ საქართველოს ბულბულად წოდებული კლასიკოსი მწერალი. ამ გარემოში დაგხვდებათ ჭეშმარიტად ქართული სული, ეზიარებით ქართულ ლიტერატურულ მემკვიდრეობას და აქ დაგხვდებათ პირადად მწერლის მემორიალური ნივთები, მათი ოჯახის წევრების ნივთები და უნიკალური გარემო, რომლითაც ისიამოვნებთ დამერწმუნებით თქვენს და ყველა ჩამობრძანებული სტუმარი.
ეს შენობა აშენებული გახლავთ, აგებული გახლავთ აკაკი წერეთლის მამის, როსტომ წერეთლის დაკვეთით 1834 წელს. მას მოუწევია სპეციალურად ბერძენი მშენებლები და როგორც ხედავთ შენობის თავზე უნიკალური ჭადრაკის ფიგურებია გამოხატული, გამოყოფილი, რადგანაც ბატონ როსტომს ძალიან უყვარდა ჭადრაკი და ეს გამოსახა კიდევაც თავის საცხოვრებელ სახლში. როგორც მოგეხსენებათ, მაშინდელ დროში მიღებული იყო ბავშვის გაძიძავება და აკაკიც რა თქმა უნდა სოფელ სავანეში გახლდათ გაძიძებული სადუნიშვილების ოჯახში და შემდეგ უკვე 10 წლიდან დაბრუნდა სოფელ ხვიტორში და იმის შემდეგ ეს გახლდათ მისი სამყოფელი. ეს სახლი ინახავს ძალიან ბევრ ისტორიას და რა თქმა უნდა ცხოვრების უდიდესი ნაწილი აკაკიმ გაატარა სოფელ ხვიტორში ადგილობრივ გლეხებთან ურთიერთობდა. მათთან ერთად ატარებდა ძალიან ბევრ დროს და აქ გახლავთ დაცული რა თქმა უნდა მისი პირადი ნივთები, ის ოთახი და კონკრეტულად ის საწოლი, რომელშიც უკვე ხანდაზმული პოეტი ბოლო წლები და ბოლო საათებს ითვლიდა და საათიც სწორედ იმ დროზე არის გაჩერებული, როდესაც გარდაიცვალა ჩვენი მგოსანი. აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს არაკლია მნახველები და ტურისტები, თუმცა მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილხართ აკაკი წერეთლის ამ უმშვენიერეს სახლში და საჩხერეში ზოგადად მობრძანდეთ ოჯახებით, მეგობრებთან ერთად, სკოლის მოსწავლეებს, ყველას მობრძანდეთ და ეზიაროთ ამ დიდებულ მემკვიდრეობას. როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენი მხარის ერთ-ერთი გამორჩეული და თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლავთ პავლო იაშვილი, რომლის მუზეუმშიც ვიმყოფებით ახლა. პავლო იაშვილი დაიბადა სოფელ არგვეთში, ბავშვობა გაატარა ამავე სოფელში და მთელი ცხოვრების განმავლობაში განსაკუთრებულ სიყვარულსა და ინტერესს იჩენდა თავისი სოფლის მიმართ. არგვეთისადმი სიყვარული პავლოს შემოქმედებაში ძალიან კარგად არის ასახული, რომელიც მის ლექსებში კარგად ჩანს. არგვეთი ძალიან უყვარდა და სიცოცხლის ბოლომდე სოფელი არგვეთისთვის ძალიან ბევრი კეთილი საქმე გააკეთა. მის სახელს უკავშირდება სოფელში გზების მშენებლობა, წყლის გაყვანა, სკოლის მშენებლობა. დღეს არგვეთის საჯარო სკოლა ატარებს სწორედ პავლო იაშვილის სახელს. ასევე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი რადიოსადგურიც სწორედ პავლოს თაოსნობით იქნა განთავსებული, საიდანაც მოსახლეობა ღებულობდა ინფორმაციას. პავლო იაშვილი გახლდათ ცისფერყანწელთა საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და ძალიან გამორჩეული წევრი. ისინი იყვნენ ახალი ხმა საქართველოში, რომლებიც ღაღადებდნენ და ქადაგებდნენ საერთოდ თავისუფლებაზე და დღეს აი ამ მუზეუმში ნათლად არის წარმოჩენილი ყველა ექსპოზიცია, ყველა ნიუანსი, რომელშიც ჩანდა სწორედ პავლო იაშვილის თავისუფლებისადმი სიყვარული. რაც შეეხება მუზეუმის ახალ სიცოცხლეს, 2017 წელს პავლოს შთამომავლებმა, შვილიშვილებმა, ბატონმა გიამ და ბატონმა მერაბ ნიჟარაძეებმა სახელმწიფოს გადასცეს მუზეუმი და ამის შემდეგ დაიწყო რეაბილიტაცია და დღეს ხედავთ ამ მუზეუმში თანამედროვე აღჭურვას, სადაც მოსული ტურისტი და სტუმარი მიიღებს ყველანაირ მომსახურებას სწორედ თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულს. 5 ენაზე მიმდინარეობს აუდიოგიდის მეშვეობით მომსახურება და გიწვევთ ყველას, მობრძანდით, მოინახულეთ, ისიამოვნეთ არგვეთის არაჩვეულებრივი გარემოთი.
მუზეუმების შემდეგ გადმოვინაცვლეთ ციხე-მოდინახეზე, რომელიც გახლავთ ერთგვარი სავიზიტო ბარათი საჩხერისთვის. ციხე-მოდინახის აგებას უკავშირდება ცნობილი ლეგენდა, რომლის მიხედვითაც პაპუნა წერეთელს შეყვარებია თავადი დავით აბაშიძის ქალიშვილი, რომელიც წინააღმდეგი იყო, რომ შვილი მიეთხოვებია უციხო თავადისთვის და სწორედ ამიტომაც პაპუნამ გადაწყვიტა აეშენებინა ციხე და შემდეგ შეუთვალა სასიმამროს მოდინახე. ეს ერთგვარი ლეგენდა, სიყვარულის ლეგენდა, ჩვენ გამოვიყენეთ ძალიან კარგად, როდესაც მოდინახის რეაბილიტაცია დაიწყო ამ შემთხვევისთვის და ძალიან კარგი ისტორია არის ტურისტებისთვისაც. აქვე მინდა გითხრათ, რომ ციხე-მოდინახე გახლავთ არქეოლოგიური ძეგლით, სადაც სამუშაოებს ატარებდა სხვადასხვა დროს ცნობილი მკვლევარები შალვა ამირანაშვილი და ჩვენი საჩხერის მკვიდრი მეცნიერი პროფესორი ჯურხან ნადირაძე. როგორც ისტორიული ფაქტები ადასტურებს, ოსმალების შემოჭრის დროს იმერეთის მეფე სოლომონ პირველი თავსაფარებდა სწორედ ციხე-მოდინახეს, რადგანაც ის გახლდათ ცენტრიდან საკმაოდ მოშორებული ციხე და სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი. მოდინახის ციხე არასოდეს არ ყოფილა აღებული რუსეთის იმპერიის შემოსვლამდეც და ისიც როგორც ისტორიული ფაქტები და გადმოცემა არსებობს, გადყდა ისევ შიგნიდან სხვადასხვა მიზეზის გამო. ციხე-მოდინახე დღემდე აოცებს მნახველს, აქ გახლავთ არაჩვეულებრივი პანორამული ხედი და ამიტომ აუცილებლად გიწევთ მობრძანდეთ ნახოთ ციხე-მოდინახე და საჩხერე მოდინახის ხედიდან. შევეცადე, რომ ამ მოკლე დროში მეჩვენებინა ის ძირითადი ტურისტული ლოკაციები, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ საჩხერეში სტუმრობისას. თუმცა დღის ბოლოს ვერ დავასრულებდით ისე, რომ ჩვენი გასტრონომიული მიმართულება არ გვეჩვენებინა. ახლა ვართ მოსული უჩას მარანში და მინდა რომ უჩასთან ერთად მივესალმები პირველ რიგში როგორ ხარ უჩა და რას გვთავაზობს დღეს უჩა, რა უნდა მოვამზადოთ ერთად, თავადვე გვითხრას. პირველ რიგში მივესალმები ჩვენს ტელემოყურებელს, მივესალმები ჩვენს სტუმრებს, მოგესალმებით თქვენ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ჩვენ მოვამზადებთ კეცის ხაჭაპურს, წიწილა ტყემალში, რომელიც არის ჩვენი ბრენდი და ამას სახელად ქვია სადანა. ძალიან საინტერესოა და ზუსტად იმერული კუთხური სახელწოდებაა. ზუსტადაც მაგიტო დავარქვით სახელი სადანა. მინდა გითხრა, რომ მაინც და მაინც დიდი კულინარიული არ გამოვირჩევი და მინდა დამჭირდება, რომ დამეხმაროთ ამ კერძის მომზადებაში. აუცილებლად ჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენს გეტყვით ჩვენს ტექნოლოგიას თუ როგორ ვაკეთებთ ამ ყველაფერს და ამის შემდეგ ერთობლივად გავაკეთოთ და მოვამზადოთ ეს კერძი. კარგი, პირველ რიგში დავიწყოთ ცომის მომზადება, რაც ეხება ხაჭაპურს, ეგ უნდა გავაბრწყინოთ. ამას მე ვერ გავაკეთებდი და ამაში დამეხმარეთ თქვენ. შევეცდები. ეცადი რომ თხელი იყოს. იმერული ტრადიციული ხაჭაპურის მსგავსი, როგორც მივხვდი. თუ ზედმეტ იქნება გუნდა ეს შეგვიძლია რომ მოვაცილოთ. ძალიან კარგი. დავიხმაროთ. ასე ალბათ ხო, როგორც ნამდვილად ეგრეა. იმერულ ხაჭაპურს ვაფრთხილებთ. ესე რომ გავწევთ. ეგრე ცოტა კიდე. კარგი. ეს გამოცდილებაც არ მქონია, კეცის ხაჭაპურს პირველად ვამზადებ. ცოტა კიდე გაწიეთ, თუ არის საშუალება მაგის. ადგილზე მოვახერხებ, შევეცდები. ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ იმერული ხაჭაპური ჩვენთან ტრადიციული კერძია, ნამდვილად არ მიყვირს, ასევე წიწილი და ტყემალიც, მაგრამ ამ კერძების გაერთიანების იდეა საიდან წამოვიდა?
ეს იდეა დაიბადა 2024 წელს იმერული გემოფესტი რო ტარდება ქუთაისში და იქ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი მონაწილე 2024-2025 წელი და შეფებთან ერთად შევქმენით ეს ვთქვათ ეს კერძი, ეს ბრენდით, სახელიც ჩვენ მოუფიქრეთ და 2 წელიწადია წარდგენილები ვართ გემოფესტზე ამ კერძით. და ცნობილი არის ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავს, რომ ვინც მოდის, ყველას კითხულობს ჩვენ ბრენდს, ეს არის სადანა. და შემდეგ გემოფესტი იქნება თუ შეგვიძლია ადგილზეც მოვიდონ და ჩვენ შევთავაზებთ ამის მომზადებას, შემდეგ დაგემოვნებას რა თქმა უნდა და ძალიან საინტერესოა და თუ აქვს შესაძლებლობა რომ თავად მიიღონ მონაწილეობა ისევე როგორც მე. კი, რა თქმა უნდა. კი, აუცილებლად იქნება მაგის საშუალება რომ მოვიდონ და ესე მოვამზადონ, ჩვენ დავეხმარებით, რა თქმა უნდა, ვასწავლით და თვითონ ამ ყველაფერს მოვამზადებენ და შემდეგ მიირთმევენ. ეხლა შეგვიძლია უკვე რომ აი ცხობის პროცესში სანამ ის მომზადება, ჩვენ დავარბილოთ წიწილა. დარბილებაში ალბათ გულისხმობთ რომ გავათავისუფლოთ ქათამი ცვლებისგან. კი, ნამდვილად რომ ეს რბილები და კომფორტული საჭმელი იყოს, ესე ვთქვათ, რომ იქ ხაჭაპურში ჩაიდება შიგნით. სასიამოვნო იყოს. კი, ბატონო. ეს იყო კარგი ნაჭრები ეგრე. იმერული ტრადიციული წიწილისგან ცოტა განსხვავებული კერძია ნამდვილად, მაგრამ გემოები შენარჩუნებული სავარაუდოდ თქვენს ახალ კერძში. კი, ყველაფერი ეს ტყემალი, ცოცხალი ტყემალი გვაქვს. ამით მე ცოტა დავასხამასადე. იმერული ტყემალი განთქმული გახლავთ. ეს ტყემალი თქვენ სახლში მომზადებულია ადგილობრივად? კი, და ჩვენ ვამზადებთ აქ ოჯახში, ჩვენ ოჯახში ტყემალს და შემდეგ უკვე ვიყენებთ აქ. როგორც გემოფესტზე, ისე ადგილობრივ მომზადებულ სტუმრების დასაგემოვნებლად და მინდა აღვნიშნო, რომ თვითონ ჩვენს დღესასწაულზეც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არის ჩვენი უჩა, თავისი ღვინოებით და თავისი გემრიელი კერძებით. თუმცა მე პირადად პირველად ვამზადებ მასთან ერთად კერძს და პირველად დავაგემოვნებთ ამ ახალ სადანას. ესე დავარბილეთ, როგორც გითხარით, თან წიწილი, სოფლის წიწილი და ეხლა შევგაზმოთ ეს იმერული ტყემლით. ანუ დავამატოთ. იმერული ტყემალი. დამერწმუნეთ რომ უგემრიელესი იქნება. ეხლა ამით აურევთ. ანუ აუსვრით ყველა სიმართლე დას რომ შეეხოს. აქტიურად ეს მზად არის. ბატონო. ამის შემდეგ უკვე ჩვენ აქ გვაქვს კიდე ხაჭაპური, ამას გამოვიღებთ. ხაჭაპურსაც უკვე ვიწყებთ აწყობას, ხაჭაპური მზათა გვაქვს და აი ამ ლამაზად მზად არის. რა თქმა უნდა, მომზადებულ წიწილას, რომელიც არის იმერულ გემრიელ ტყემალში, ჩავდებთ ეს. როგორ არ უნდა დაგვენანოს, რაც ყველაზე მთავარია. ესე გულიანად, როგორც იმერლებს შეგვეფერება. აი ესე. და ესეც უკვე გადაიკეცება და კერძიც მზად არის. ჩვენ სამწუხაროდ ამ კერძს ახლა ვერ დავაგემოვნებთ, მაგრამ დამერწმუნეთ რომ არის ძალიან გემრიელი. ობძანდით დააგემოვნეთ იმერული სადანა, უჩას მარანში. ეს პირველი კერძი, რომელიც გავაკეთეთ სადანა, ჩვენი ოპერატორები ძალიან მოხიბლები დარჩნენ და მოეწონათ და გადავიდეთ მეორე კერძზე. აუცილებლად. მეორე კერძი, ესე იგი მოგეხსენებათ რომ ზემო იმერეთის და ზოგადად იმერეთის განსაკუთრებული კერძია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ჩვენთან ამ კერძს და დამეხმარე რომ მოვამზადოთ. აუცილებლად. ეს გახლავთ მინდვრის ფხალი, რომელშიც ძალიან ბევრი სასარგებლო ნივთიერება არის და ჩვენთან ძალიან აქტუალურია გაზაფხულზე. ესე იგი პირველი ხა მოდი დაიწყე მაგის მომზადება როგორც მოკეპვას ვეღარ. ესე იგი მინდვრის ფხალი იხარშება, შემდეგ იკეპება და უნდა შევაზაოთ აუცილებლად მწვანილით, რომლის შემადგენლობაშიც არის ქინძი, ჭლაკვი, ცერეცო, ტარხუნა,
აუცილებლად დაგჭირდება ნიგოზი, მარილი და ეს სპეციალურად შენახულია ნახარში წვენი თუ იმ შემთხვევისთვის თუ ძალიან გაგვისკელდება ჩვენი მინდვრის ფხალი. დავიწყოთ, მეც ამას მოგიხმარებ, დავჭრი. საერთოდ მინდვრის ფხალი იჭმევა ჭადთან ერთად, რომელსაც შევთავაზებთ აუცილებლად შემდეგ ჩვენს მაყურებელს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით არაჩვეულებრივ გარემოში, ძალიან ავთენტურ პირობებში, მე შედარ რომ ვიყავი ბოლოს, ამდენი სიახლე არ გქონდა და მიხარია რომ კიდევ უფრო გადიდებული გაქვს ეს შენი გარემო და მაინტერესებს უთხრათ მოუყვეთ ჩვენს მსმენელს, საიდან დაიწყე ეს ყველაფერი, როგორ ვითარდები და როგორ მიდიხარ წინ. ესე იგი 2018 წელი იყო, როცა მე ვიტყვი იმასაც და ეგრეც იყო, ღმერთის წყალობით იყო ნამდვილად, რომ ეს იდეა წამოვიდა ჩვენკენ, იმიტომ რომ ბევრი ვენახები გქონდა ჩვენ ოჯახს და აი ამ ბევრი ვენახებიდან გამომდინარე, უდიდით რომ მათ მოყავდა ყურძენიც, ვაწარმოებდით ღვინოსაც, ანუ ოჯახურ პირობებში, როგორც ჩვენ ნებისმიერი ჩვენი გლეხი აწარმოებს, ესე ვიყავით და გამიჩნდა იმის იდეა, რომ ეს ყველაფერი ბევრიდან გადასულიყო ბოთლში, გვაქვს ძველი მარანის, სადაც არის ძველი ჭურები, ასევე საწნახელი, ძველი ნივთებიც და გამიჩნდა იმის იდეა, რომ ეს ყველაფერი მიმეყვანა იქამდე, რომ მეტი დაინტერესება ყოფილიყო როგორც ადგილობრივისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ძალიან საინტერესოა, უფრო ადგილობრივი ქართველი ტურისტები გსტუმრობენ თუ უცხოელი ტურისტებიც ყავს? ადგილობრივიც არიან უცხოელები, მსოფლიოს ნათლას ყველა კუთხიდან არიან ჩემთან აყოფები, ბევრი მეორედაც და მესამედაც ჩამოვიდა და დავიწყეთ, რა თქმა უნდა, უფრო ვენახების მასიური გაშენება, ოღონდ რა თქმა უნდა, იქ ავთენტური ჯიშები, რომელიც არის იმერული, ჩვენი ადგილობრივი ჯიშები, ზოგი დაკარგული ჯიშები, ვაწარმოებთ 6 სახის ღვინოს და პლუს პეტნატებს. რა თქმა უნდა, ეს არის დაუზარელი და დღედაღამის შრომის შედეგი. შრომის გარეშე არაფერი არ ხდება და არაფერი არ მოდის. დავუბრუნდეთ ახლა ჩვენს მეორე კერძს, იმერულ კერძს. ჩვენ აქ დავამატეთ მწვანილი, რომელიც დავჭერი, ასევე იყო ნიორი და ნიგოზი. რა თქმა უნდა, მარილი გემოვნებით. ჩვენი მეორე კერძი დასრულდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მინდვრის ფხალი, რომელსაც დავაგემოვნებთ ახლა. მინდვრის ფხალი ჭადის გარეშე მე ვერ წარმოვიდგენია. აი. და ესე დავამტრიოთ ახლა. აი. და ესე დავაგემოვნოთ თან. აიღე. მადლობა. მეც მოვტეხავ. გავსინჯოთ ჩვენი კერძი. რა მოვამზადეთ ხო უნდა ვიცოდეთ. აბა მე. კარგია. ნამდვილად ძალიან გემრიელია. დამერწმუნეთ, მობძანდით და აგემოვნეთ იმერული მინდვრის ფხალი. ჩვენ უკვე უნდა გადავიდეთ ჩვენს მესამე კერძზე. ეს გახლავთ ქოთნის ლობიო. მიუხედავად იმისა, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი შესთავაზებდა ლობიოს სხვადასხვა მხარეში, ჩვენს მაყურებელს მაინც ჩვენი ლობიო რით არის განსხვავებული. პირველ რიგში იმით, რომ ეს არის ჩემი ბაღის ლობიო, ჩვენი ოჯახის მოყვანილი და შემდეგ მოხარშული არის ქოთანში. ახლა უნდა შევაზავოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას განსაკუთრებული გემოც აქვს და არომატებიც. იმიტომ რომ ეს არის უსასუქო ლობიო, სადაც ჩვენ მოვიყვანეთ ჩვენ ბაღში. ეხლა მოვამზადოთ რა თქმა უნდა ქოთანში. აქედან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი მზად აგვაქვს და დასაჭერია მწვანილი, სანამ მწვანილს მოვამზადებ. კი ბატონო. თქვენ ესე ვთქვათ, ამოზილეთ, რომ საქმე წავიწოთ წინ. კი. ამას გავამზადებ. დავამატებ ცოტა ნიგოს. ინგრედიენტები რაც ვჭირდება. კი ბატონო. მწვანილს რას ვუმატებთ, თა რო გითხრათ? ესენი არის, ესე იგი, ქინძი, ცერეცო, ქონდარი, ხოდა როგორც ცოტა. მე ვუმატებ ახლა ლობიოს სუნელს. ეს ძალიან უხდება.
კი ბატონო და მარილს რა თქმა უნდა გემოვნებით. კი. მე ვატყობ რომ ძალიან გემრიელი გამოვიდა. კარგი ლაბია ფოტოშურის. სუნი აქვს. კი. და ეთყობა რომ იმერული ლობიო. და აქვე ვიტყვი იმას რომ აქ ჩვენთან ჩვენს მარანში ვისაც გაუსინჯავს ჩვენი ქოთნის ლობიო, თორემ შემდეგ მე და ძალიან გემრიელი და ძალიან განსხვავებულია ჩვენთან მომზადებული ლობიო. ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენი მოყვანილი რომელიც არის ლობიო და არის უსასქო. ეს არის პირველი ესე ვთქვათ დიდი პლუსი ჩვენთვის რომ ვიტო არის ესეთი გემრიელი და ესეთი იქნება გემრიელი დარწმუნებული ვარ. მოკლედ მზად არის უკვე ლობიო. კი ბატონო. ძალიან კარგი. რა თქმა უნდა აქვე ცხელი ჭადი და აქვე გვაქვს ჩვენი ოჯახის ყველი. დარწმუნებული ვარ რომ ძალიან გემრიელი იქნება. დავაგემოვნოთ. დაურიოთ კარგად. დავაგემოვნებ. ძალიან გემრიელია. ყველა კერძი ერთი მეორეზე უკეთესია. გემრიელია. ძალიან დიდი მადლობა უჩა მასპინძლობისთვის. ძალიან დიდი მადლობა აჭარის ტელევიზიას რომ დაგვითმეს დრო და საჩხერი გააცნეს მაყურებელს. დიდი მადლობა. მოდით ნახეთ საჩხერე.